არ ვიცი მე არ მჯერა და იმიტომ რომ ეხლაც აი ესე მგონია რაღაცნაირად როგორ გითხრათ არის რაღაცა უცნაური სიურრეალისტური ამი როცა ჩვენ გენიალურ ლომს ვეთხოვებით ფიზიკურად მაგრამ ის ყოველთვის ჩვენთან იქნება და იმას ვიტყვი რომ 20 წლის მანძილზე ჩვენ ვიყავით განუყრელი უახლოესი არა მარტო თანამოაზრეები მეგობრები და ის რაც ბევრს გაუჭირდა რომ თავიდანვე შეიძლება მე როგორც კი პირველად მისი პირველივე წერილი წავიკითხე მაშინვე ვიყავი მის გენიას და მივედი და პირადად პროცესს მაშინვე დავიცანი და მე რული ნიჭის ტრაგედია ესეთი საკმაოდ ვრცელი წერილი ეს იყო 2008 წელს სადაც აი ამ წერილში ვამბობ რომ ხალხო დაინახეთ ეს შემოქმედო მწერლებო დიდი შემოქმედი დიდი მწერალი დიდი გულის პიროვნება ეს იყო პირველი წერილი რასაც ქვია პირველი წერილი მაგრამ შემდეგ იყო ესე იგი ლექსები შემდეგ იყო როდესაც ვიცოდი რომ მას ოცნებად ჰქონდა გადაქცეული და ოცნებად ჰქონდა უბრალოდ გადაქცეული გამოეცა ლექსების სრულფასოვანი კრებული აი ამისი თქმა უნდა და საოცარია პირდაპირ ამ ქვეყანაში სადაც 1000 მაკულატურა იბეჭდება 1000 ვიღაცა ყველა თვითმარქვია რა ვიცი პოეტობს მწერლობს და ასე შემდეგ და ესე ოქროს ზოდივით მართლა ლომი და მართლა გენიოსი იყო აი როგორ გითხრათ იმიტომ რომ კლანებთან მას არ ჰქონდა ჩვენ არ ჰქონდა და ერთად რო ვიყავით კლანური დამოკიდებულება იმიტომ ის იმდენად გამორჩეული იყო და ისეთი გენიოსი იყო და როცა ბევრად აღემატება ჩვენ ვიცით რომ გენიოსი ყოველთვის უსწრებს დროს წინ რა თქმა უნდა ის უსწრებდა დროს ჯერ კიდევ თავისი რომანებით მე პირველივე წერილში დავწერე ბათაშორის რომ ის პეპლობის თვე იყო თუ ანამაისი იყო თუ მე რო ამერიკული სტილი ამერიკელებსაც კი გაუწევს სანამ ისინი დაწერდნენ მაგ ჟანრს ის თამამი ფანტასტიკა უკვე სხვა არის მის შემოქმედებაში გარდა იმ საოცარი მხატვრობისა გარდა იმ უმაღლესი პოეზიისა მაგრამ აი პროზაში რაც დაწერა ეს თავისი ორი რომანი ეს არის ნოვატორული რომანები რა თქვა ნოვატორული რომანები იმიტომ რომ ყველაზე ადრე თქვა როგორ თქვი გაუსწრო დროს და კიდევ რაც თანამედროვეებმა მას არ აპატიეს იყო ის რომ ძალიან კარგად იცოდა საკუთარი თავის ფასი მიუხედავად იმისა რომ იყო მორიდებული იყო თავაზიანი იყო ხათრიანი რაინდული ბუნების პიროვნება და ძალიან ბევრ წერალზე პოეზია ამაგი ჰქონდა და რამდენის ჩემ თვალწინ კიდე უსწორებდა ვითომ ლექსებს და იმებს რო წერდნენ და ასე ვთქვათ და ძალიან ბევრი ადამიანი კი არა და აბსოლუტურად მთელი თანამედროვე მწერლობა მის ვალშია იმიტომ რომ ის კლასიკოსია მე მას წარსულ დროში არ მოვიხსენიებ და სხვათა შორის ეს თავადაც კარგად მოიხსენებოდა და როდესაც მე მივაღწიე იმდენს მაინც ვიბრძოლე და გამოიცა მისი ლექსების კრებული ლომის ზოდიაქო რომელიც რა თქმა უნდა თვითონვე გააფორმა და წინასიტყვაობა როდესაც დავწერე ვრცელი რა თქმა უნდა წერილი იმიტომ რომ მე ეს წერილი უნდა დამეწერა მთლიანობაში უკვე დიდი ხნის მანძილზე როდესაც იცნობ კარგად მხოლოდ მაშინ უნდა დაწერო თუმცა მე ადრევეც დავწერე მაგრამ რაღაცნაირად როგორ გითხრათ იმდენად ამოუწურავი იყო მისი გენია რომ ყოველთვის აი უნდა დაგეწერა წაგიკითხა თვითონაც ასე იყო და ესე ვკითხულობდი ჩვენ და დავწერე მე პოეზიის ლომი უწოდე და ვინც წაიკითხავს ამ წერილს მე სხვათა შორის მისმა მეგობრებმა არგამა და სოლიდურმა მწერლებმა ქუთაისელებმა მე და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მაგრამ ყველა ადამიანს ვისაც არის თავმოყრილი იმიტომ რომ განსხვავ ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და უბრალოდ იმისათვის რომ ვინც ასე თუ ისე იცავდა იცნობდა ამბობდა არ განსხვავებით იმათგან რომლებიც ახლა გამოუჩნდნენ ვითომ მეგობრებად და ვითომ მფარველებად და საერთოდ რო ცხოვრებაში არ აინტერესებდათ ეხლა დაიწყეს ლაპარაკი მაგრამ როგორც ბიბლიაშია ნათქვამი საქმენი ჩვენი გამოგვაჩენ და ღმერთმა იცის და საზოგადოებამაც იცის მისთვის ვირა გააკეთა ეს არ არის სავაჭრო თემა არ არის სავაჭრო საქმე იმიტომ რომ აი ამ წერილში ეს წერილი დაიდო პრაქტიკულად და თვითონვე უხაროდა და ამბობდა რომ აი ამ წერილში არის ყველაფერი ნათქვამი იმიტომ რომ პოეზიის ლომი ნიშნავს იმას რომ
ის იყო ელვარე ტალანტი, როგორც მე ვიწოდე მას, ძალიან მრავალმხრივი შემოქმედი და ფილიგრანული დიდოსტატი. აი ეხლაც მე ვწერ ციკლს და ჯერ ვერც დავასრულებ ალბათ, რომ გარდა ამ პროფესიული იმისა, აი სულ გაგრძელდება ეს ყოველდღიური რა, როგორ რანაირად ეს კლანებთან დაიწერება ყოველთვის სიმართლე და ძალიან კარგად იცის ყველამ და საზოგადოებამაც, რომ სიმართლე არის ის, რომ მარსიანი ერთსაც ვიტყვი, მე მარსიანად უნდა მოვიხსენიო, იმიტომ რომ მე ვცემ მის სურვილს, პატივს. და ვთხოვ საზოგადოებას, როგორც თავის დროზე გალაქტიონი რო წერდა, რომ მე ვარ გალაქტიონი და ნუ მიმატებთ და ნუ ძალიან გთხოვთ თქვენი სურვილები, გთხოვთ, რომ მას ბოლო ინტერვიუშიც აქვს კატეგორიულად ნათქვამი, რომ მე ვარ მარსიანი და სხვას ნურაფერს ნუ მიწოდებთ და ნუ ხა შინაურულად შეიძლება დაუძახონ ის სახელი, მე მესმის კიდეც. მაგრამ აი, როდესაც მასზე დაიწერება და კიდე ბევრი დაიწერება, ეს კრიტიკული წერილები იქნება, უთვალავი დაიწერება, ჩვენ თუ მართლა პატივს ვცემთ ზოგადად, პიროვნულადაც და მას როგორც გენიოს და ეს ელემენტარულად თუნდაც უბრალო ადამიანიც რო იყოს, ხო ჩვენ თუ ვართ ნამდვილი ადამიანები და ქრისტიანები, ხო პატივს და უწყდა მან საკუთარ თავს, თავისი ფსევდონიმი აირჩია და უნდოდა რომ მისთვის დაეძახათ მარსიანი. რატომ ეს მის ნაწერებშია? იმიტომ რომ ის ზოგმა გაიგო პირდაპირ რომ მარსიდან არაფერ შუაში არ არის ესეთი გალაქტიკური, არ ვიცი, აი ჩემთვის პირადად ახალი ეტაპი დაიწყო მასთან ურთიერთობებით კიდევ 2017 წელს, როცა მე გამოვეცი ყველაზე მებრძოლი და ეროვნული ჟურნალი ისინდი, მე ვიყავი დამაარსებელი და თანადამფუძნებელი გვერდით მედგა მარსიანი, მარტო მე ვიყავი და მარსიანი და ჩემ გვერდით იმ დაბრკოლებების გვერდით და აქ ჩვენ დავიწყეთ ისეთი რაღაცა, რაც მართლა თორე არ გაუკეთებიათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად წერდით სიმართლეს, რაც და ეს არის მისი აი პუბლიცისტიკის ცალკე უკვე. ცალკე არის უდიდესი პოეზია, ცალკე არის ეს საოცარი მხატვრობა, მაგრამ მისი პუბლიცისტიკა, რომელიც ეროვნული კულტურის დასაცავად, აი სამაგიდო წიგნი უნდა იყოს, როგორ ეჯახება ყველას, ვინც აი ოდნავ როგორ გრძნობს ყველაფერს, აი როგორი სწორი ორიენტირია, როგორი თავდაუზოგავია. ეს არის ხალხო სამაგალითო, ასეთი ხელოვანი, ასეთი გენია იბადება, როგორ გითხრათ, ძალიან იშვიათად და მე მეპატარავება მისთვის ბოდიშს მოვვითხოვ რა. თაწმინდის მეტი მე მისთვის არაფერი არ მემეტება. აი ამას ვამბობ, არ ჩავრეულ ვარ მე იქ, როცა ამბობდნენ, რომ აი ქუთაისში დავკრძალოთ, აი იქ დავკრძალოთ. ჯერ ერთი მე მასთან რამის ყოველდღიური ერთობა მქონდა 20 წლის მანძილზე და ამიტომ ვამბობ, რომ მე არაფერი არ დამახინჯდეს, მე არც მივცემ არავის ამის საშუალებას. მე ფაქტებით ვმეტყველებ მისი და ვიტყვი, რომ როცა ის წამოვიდა თბილისში, იმიტომ ვამბობ, მისთვის დედამიწაც რაღაც როგორ გითხრათ, არანაირი პატარა იყო და გალაქტიკური და ისეთი აი ძალიან ზეგრძნობიერი, ისეთი ტალანტი იყო, ნამდვილად მრავალმხრივი და იმიტომ ვთქვი მე მთაწმინდა, როცა მომწიფდება ამის დრო, აი მაშინ აი ეს შეიძლება რომ გაკეთდეს და მანამ მიიღებს აი ამ სუფთა ამ არაჩვეულებრივ ადგილაზე, ხა სადაც ჩვენ ვდგავართ, შეხედეთ, უყვარდა ხვამლისთა, უყვარდა ეს მთები, საერთოდ ყველაფერი, იმიტომ რომ თვითონ მწვერვალზე. ეს არის მარსიანული მწვერვალი, მარსიანური კლასიკა. დაიწერა ეს უკვე, ითქვა ეს უკვე და კიდე ბევრი დაიწერება. მე გუშინაც დავწერე და დღესაც გავიმეორებ. სანამ პირში სული მიდგას. და ჩემს სიტყვას აქვს წონა, იმიტომ რომ მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, ეს იცის საზოგადოებამ ძალიან კარგად, ის მუდამ სიმართლეს ამბობდა და ჩვენ არ გვეშინია, რომ ეს სიმართლე დაიკარგება. რომ მუდამ ის როგორც უკვე კაშკაშა კომეტა, როგორც ნამდვილი გენიოსი, ისე დაიღუპა, წარმოიდგინეთ, დაიღუპა ქუჩაში. არავის არ აი დაიღუპა ესე ქუჩაში მოულოდნელად დადგა მისი ჟამი, აი რაღაც ასტრალური ჟამი იყო, როგორ ვთქვა ახლა ფილოსოფიურად, როგორ გითხრათ, მაგრამ აი ისეთ დროს და წარმოიდგინეთ, ოთახში კი არ დაიღუპა, არ იყო ეს ოთახის და კაბინეტის კაცი, ნახეთ, ქუჩაში გარეთ, ხმაურში, იმიტომ რომ ვერას დროს ვერ ეტეოდა ის თავის ჩარჩოებში. მისი ჩარჩოში ჩასმა შეუძლებელი იყო და ზუსტად ამიტომ იყო გენიოსი. ზუსტად ამიტომ იყო და ჩვენთან რო ყოვა ეს სავანე, სიყვარულით შექმნილი იყო ჩვენი ჟურნალი და ყოველთვის სიყვარულით იყო გარემოცული ჩვენთან, იმიტომაც იყო მე რომ აი როგორ გითხრათ, უკვე სულ სხვანაირი ხედვა ქონდა, სხვანაირად წერდა, უკვე უფრო მეტი როგორ გითხრათ, სიყვარულით უფრო მეტი შემართებით, იმიტომ რომ ყველა სჭირდება მით უმეტეს გენიოსს, რომელიც ფაქიზია,
მას ჭირდება თავის დროზე უნდა ნახეთ რას ამბობს სოლომონ ბრძენი რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა დროულად მე შემიძლია ერთი რამ თქვა რომ მას რაშიც არაფერში შეიძლება არ ქონდა ბედი იმიტომ რომ ძალიან დიდი საზღაურის ხო თავისი გელის წინ იმაში კი ნამდვილად ქონდა რომ ის ითქვა სიცოცხლეშივე მოისმინა ის რაც უნდოდა ეხლა უკვე დროის საკითხია და დროის საკითხია და ეს დრო დადგება რომ მისი გენია უკვე როგორ გითხრათ დაფასდეს ისე რომ ვთქვათ ბევრმა აღიაროს თუმცა არის არც ისე ცოტა რომელიც ამბობს ამას მაგრამ ხო იცით სხვადასხვა მიზეზებია ზოგი ამიტომ ზდუნს ზოგი ამ კლანშია მაგრამ მორჩა უკვე მარსიანმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა ის არის კლასიკოსი თანამედროვე ქართული ლიტერატურის და აბსოლუტურად აი როგორ გითხრათ მე იმ ხრივ ვარ ბედნიერი რომ ის გვერდით მომიწია ყოფნა მასთან 20 წლიანი ესეთი როგორი ურთიერთობა შემოქმედებითი გვაკავშირებდა უსიტყვოდ გვესმოდა იმიტომ რომ ქმნიდით ერთმანეთს როცა უგებენ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის და ერთსაც ვიტყვი მარსია ერთსაც ვიტყვი რომ ძალიან მიჭირს იმიტომ რომ ამ საერთოდ ლაპარაკიც მაგრამ ესეც არ უნდა მე როგორ გითხრათ წერილებსაც ყოველთვის დავწერ მაგრამ სხვა არის ცოცხალი სიტყვა მით უმეტეს როდესაც აი არ ვიცი როდესაც უყურებ და არ გჯერა და მე ჯერ არ ამაქვს ეს გააზრებულია და ამიტომ მან იცოდა რომ ყოველთვის იქნებოდა ლომი ყოველთვის და მითხრა კიდევაც გუშინ დავწერე ჩვენ გალაქტიონის ქუჩაზე შევხვდით ერთმანეთს და როდესაც უთხარი რომ ჩვენ გალაქტიონის ქუჩამ დაგვამეგობრა თქვა გალაქტიონმა იცოდა რომ ის ქუჩაზე თანამედროვე გენიოსები მოვიდოდნენ და შემდეგ გააგრძელებდნენ მის კლასიკასო და მე იმ თავდაჯერებამ დამარწმუნა და მაგრძნობია იცოდა თავისი ფასი იცო ყველამ იცოდა რაც გალაქტიონმა იცოდა არაპატიეს ტერეტიგრანელმა იცოდა არაპატიეს მარსიანმა იცოდა არაპატიეს მაგრამ მარადისობას შეერწყნენ ისინი უკვე მარადისობას შეერწყნენ ამას ვერავინ წაართმევს ამას უკვე და ვერც ამ გენიოსობას ვერავინ ვერ წაართმევს იმიტომ რომ რაც დრო გავა მით მეტად დაფასდება მისი ალმასივით სიტყვა და მე ახლა წავიკითხავ ლექს ახალი ლექსია ეს ბუნებრივია სრულიად ახალი რომელიც მე ამ ტანჯვის დღეებში როცა არც ჭამ არც სვამ არც ძინავს და დავდივარ ესე და ის მის ნაკვალებზე რასაც ვქია რომ არაფერი დაიკარგოს და რომ ყველაფერი უნდა შევინახო რომ საქართველოს უნდა შეუნახო რაც არის შემორჩენილი და როგორც არის და სიტყვაზე და რაც შემიძლია რაც ჩემს ძალებშია და როგორც შემიძლია და მადლობა ღმერთს რომ ის თვითონ მენდოდა მისი ეს ამდენწლიანი ურთიერთობით მომენტო და მადლობელი ვარ მისი ღირსეული ოჯახის წევრების იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად ესმოდათ მისი უბლიდნენ ზრუნავდნენ უყვარდათ ესმოდათ მისი ბუნება სიტყვაზე ვამბობ და ეს იყო მთავარი იცით აი ამაში ესეთი ახლობლური და როგორ გითხრათ მის ასე ვთქვათ ყველაფერს პატივცემენ მისი თხოვნა იქნება თუ როგორც იქნება და სწორადაც იციან მისი ფასი და მე მას გამოვეთხოვების არ ვიტყვი მე წავიკითხავ ამ ახალ ლექსს რომელიც შემდეგ ნომერში იქნება ამიტომ აქ დგან ამ წერლები რედაქტორები ვინც მე პირადადაც გითხარით და აქ ვინც ხალხი ვინც მის გენიალურ მემკვიდრეობას აფასებს რომ მე დავბეჭდავ ყველაფერს მე მოვითხოვ როგორც გინდათ ისე გამიგეთ იმიტომ მე მოვითხოვ რომ გენიოსზე დაიწეროს ის თუნდაც უკვე თქვენი მხრიდან სიკვდილის შემდეგ რაც ესე იგი ჩვენი მხრიდან უკვე სიცოცხლეში იყო და უკვე ეს პროცესი აღარ გადაიდება თუ არ გადაიდოს არც ერთი წამით აღარ გადაიდება იმიტომ რომ მან შეაღო უკვე ეს მარადისობის კარი შეხედეთ ჩვენ მთებში ვდგავართ და მე ვკითხულობ ამ ლექსს მარსიანის ქსოვნას მას რამდენიმე ლექსი როცა მიუძღვენ იმ ლექსებს მე არ წავიკითხავ იმიტომ რომ ის დაბეჭდილია და შეიძლება მე Facebook-ზე მაგრამ აი ამას ახლა უბრალოდ ვკითხულობ მე მისთვის ვკითხულობ პირველ რიგში ამ ლექსს რომელსაც მარსიანის ქსოვნას და გთხოვოთ რომ იყოს აი ესეთი სიჩუმე რომ თებმაც კი გაიგონ სადაც თებმაც კი გაიგონ და მარჯვენა მომკვეთეს გული ამომშანთეს ზესთან სერენადას არ მაცლიან ეწვიე რუსთაველს ჩვენს გალას დანტეს წვერვალს ერითმები მარსიანი გასრისე წყდიადები მარადჟამ დიადი
სიკვდილი ღვარცოფივით ადიდდა ოდესა მოთხისკარს ტანჯვით მიადგები უჩემოდ ლომო იქ რა გინდა ობლობის სპეკალებს სახმილად იგემებს სული დამაშვრალი ურგებად ლურჯმა უკვდავებამ არიელ გამხილა ზავს არდებ ცივდე მიურგებთან შეიწოვ მზის ცრემლებს მანძილის მსახვრალი დრო შენი დიდების მაცნეა ლომები ლაჟვარდებს ქვიშისფრად გაცრიან შორს სხვა სიმკაცრეა მარსიან არავინ შეგვინდობს ცრემლებს დაობლებულს დარც უნათლის ცემლე მარსიან აჩინი ხარ გულს როგორც მაცხოვრის სამსჭვალი დრო შენი დიდების მაცნეა მე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ვერაფერს